ჩემ ბავშვობაში ვისაც უყურებდი მასწავლებელად, ის არ იყო არც საოცნებო და სამიზნო პროფესია. და შემდეგ როცა ბავშვებთან დავიწყე ურთიერთობა, შემდეგ გამოჩნდა, ანუ პირველ კურსზე როცა ჩავაბარე და მოხვდი წითელ ჯვარში, მაშინ მომიწია ბავშვებთან პირველი ურთიერთობა და მე აიგო ეს ბავშვებთან ურთიერთობა. და მასწავლებლის პროფესიით სავარაუდოდ ვერ ვიშავა, უბრალოდ თავს გაიტან საქართველოს პირობებში. ჩემს ირგვლივ მეგობრები ვინც არიან, ვისთანაც მომწონს და მეგობრება, იმათთვის ეს პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ შედარებით იმათი გონება უფრო ნათელია ვიდრე სხვების. იყო პერიოდი სულ თავიდან როცა დავიწყე, ოღონდ კერძოდ დავდიოდი ბავშვთან, პრობლემური ბავშვი იყო, მამა ეჭვიანობდა რატომღაც დედაზე და თავს როცა ვატყობ რომ ოჯახში თუ მენტალური პრობლემა იქ უკვე თავს ვარიდებ. ან კაცების მხრიდან უფრო ვაწყდები სტერეოტიპებს რაღაცა, იმიტომ რომ კაცო ერთი მამა მეუბნება რომ კაცურად მოფსმა მესწავლებინე მოფშარდვა ბავშვისთვის და ეს იყო სრული შოკი 2 წლის ბავშვისთვის. არ ვიცი კაცური მოფსმა რანაირია. 2 წლის ბავშვმა ფიზიკურად ვერ გავა შარდზე კაცურად, ეგრეთ წოდებულა, ფეხზე დამდგარი, ის აუცილებლად უნდა დაჯდეს. ძირითად შემთხვევაში მშობელთან იმდენ ურთიერთობა სხვა მასწავლებელს ვანიჭებ მაგ პრიორიტეტს, ვიდრე მე მქონეს, იმიტომ რომ მართლა არ შემიძლია. ანუ ეგ ჩემი ერთ-ერთი სუსტი მხარეა, რომ არ შემიძლია მშობლებთან ურთიერთობა. ცოტა დისტანცია დავიჭირო, ანუ ისე ძალიან არ შევიყვარო, რომ მე არ მივეჩვიე, რომ მე განშორება გამიჭირეს. იმიტომ როცა გადავედი პირველი ბაღიდან, ძალიან მიყვარდა რამოდენიმე ბავშვი, არ ვაგზნობინებდი, რა თქმა უნდა, მაგრამ დეპრესია მქონდა. ერთი არის დღესაც მასთან ვარ, ნიკოლოზი, რომელიც არის ძალიან კეთილშობილი, უყვარს ყველაფერი, ბუზით რომ მოკვდება, ამის გამო ტირის, ბუშტები ხანდახან გონია რომ როსკდება ცოცხალია და იმას ეფერება. ერთი არის ირაკლი, რომელსაც ან მისგან წამოვიდა ეს სიყვარული და რომ მეუბნებოდა რომ როცა შვილი მეყოლება ერეკლეს დავარქვენ და ერთი იყო ანაკო, რომელიც ნახატებს ჩუქნიდა და ყველა ნახატი მაქვს მისი შენახული. ჩემ მეგობრებთან ვარ რადიკალურად სხვა, საკუთარ თავთან ან სახლში ვარ სხვა და ბავშვებთან ვარ ძალიან ბედნიერი. ანუ არ მავიწყდება ყველა პრობლემა, თუნდაც მატერიალური, თუნდაც ემოციური, თუნდაც გარე პრობლემები, რასაც სულ სტრესავს და იმათ სამყაროში ვარ და ანუ გარდა იმისა, რომ ეს ჩემი პროფესია და ეს ჩემი შემოსავლის წყარო, თან ემოციურად ბედნიერი ვარ და არ ვფიქრობ გარე სამყაროზე. ბევრ ამესწავლე წერა მოთხრობებს და ნოველებს და დავიწყე ზღაპრების წერა და ეგ ბავშვები არის ამ ზღაპრების ინსპირაცია და მათ გარეშე ვერ დავწერდი, იმიტომ რომ ყველაზე რთული რაღაცაა ზღაპრის დაწერა. და თან უფრო ბევრად მარტივია რა უფრო რთულია და თან ლამაზია ბავშვი ფსიქიკა ვიდრე დიდის. ყველაზე რთულ ასაკში, სადაც ბავშვი ყალიბდება, იმ ასაკში გაქვს მასთან შეხება და როცა მაგ ასაკში დასტრესა, ის აუცილებლად ცუდი პიროვნება გაიზრდება საბოლოო ჯამში და ქართველი მასწავლებლების და აღმზრდელების ბრალია, რომ ძალიან ცუდი თაობა ჩემი და ჩემ შემდეგ თაობა. აგრესიულები, ბოროტები და პლუს ამას გაუნათლებლები. რაღაც ასაკის მასწავლებლებს, რომელიც კომუნისტურ რეჟიმისგან ტვინია გამორეცხილი, იმას ვერაფერი ტრეინინგი ვერ უშველის. ახალგაზრდებს კიდე შესაბამისი განათლება თუ არ უწყობს ხალხს, მარტო ტრეინინგები ვერ უშველის. ანუ განათლება და პლუს ამას ცოტა შეგნებაც. ძირითადად დროს არ ატარებენ ბავშვებთან, იმიტომ რომ არ საუბრობენ, ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ბავშვი როცა მოდის დილის 9-ზე და მიდის საღამოს 7-ზე, მას მშობელთან ურთიერთობა არ აქვს და მშობელს არ იცნობს. ყველას ეტყობა მაინც, ის სხვანაირად რა დამოკიდებულებას რაც ხდება ოჯახში, ის გადმოაქვს შემდეგ ბავშვში. თუ არიან ოჯახში აგრესია, ის ბავშვების მიმართ არის აგრესიული. მაგალითად ერთი ბიჭი იყო, სულ იძახდა, რომ გოგოები სუსტია, მე გოგოებს, იმიტომ რომ ეს მოდიოდა ოჯახიდან, ალბათ მატრიარქატი სუფევს მის ოჯახში. პირველმა ბიჭს საქართველოში გავიარე ტრეინინგები აუტისტ ბავშვებთან და დაუნის სინდრომის ბავშვებთან ადრეული ჩარევის პროგრამა, რომ ანუ ინტერესი გქნობა მაქვს აუტისტ ბავშვებთან მუშაობის დროს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი კარგავს გქნობ თავს, როცა მას რამეს ვასწავლი, იმიტომ რომ სად ჩვეულებრივი განვითარების ბავშვს რო ლექს ასწავლი, უბრალოდ ის იტყვის და სად რომ მის ქცევას დაარეგულირებ. და თან მაგათი სამყარო არის ყველაზე ამოუცნობი და
საინტერესო ჩემთვის. ორზე მივდივარ და მოვდივარ 7-ზე და 7-ზე მე ერთი მოსწავლე მყავს სკოლის მოსწავლე, რომელსაც ვამზადებ ქართულ ენაში და ლიტერატურაში. აბიტურიენტებს და დიდებს თავს ვიკავებ, ცოტა ძნელია და თან სკოლაში სტრესები აქვს, იმიტომ რომ მასწავლებლები ცაცია, ამ ცაციობას უშლის კომუნისტური გადმონაშთი და პლუს ამას ისეთი პროგრამა რომ მაგასაკის ბავშვები ვერ ხვდებიან, ვერც ფეფხის ტყავსანს და ვერც დავით გურამიშვილს. კიდე შეიძლება მოყვე ყველაფერი? სადაც მუშაობდი პრინციპში გამიმართლა რომ სულ ახალგაზრდები იყო ასაკში შესული ქალებიც რომელიც შედარებით პროგრესულად აზროვნებდნენ თუმცა საჯარო ბაღებში როცა მქონია შეღება იქ სულ კამათი და ჩხუბი მქონდა იმ მასწავლებლის მიდგომებზე როცა თუ ვიყავი მაგალითად მიმაგრებული პრობლემურ ბავშვთან ან სპეციალურ საჭიროების მქონე ბავშვთან. პირველი ის რომ ძირითად შემთხვევაში არ უყვართ ბავშვები, ეს უბრალოდ მათი შემოსავლის წყაროა. ამ შემთხვევაში ეგ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ არც თუ ისე სახარბიელო ხელფასი აქვს და თუ არ გიყვარს, შეგიძლიათ ამლაგებლად იმუშაო, იმიტომ რომ მეტი ხელფასი აქვს და თუ გიყვარს, მაგ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა და თვლი რომ არ არსებობს ცუდი ბავშვი, მართლა არ არსებობს. არსებობს ცუდი დედა ან მამა ან ძიძა ან მასწავლებელი. ცოტა ესეთი მენტალიტეტის თემაა რა. სულ ბავშვობიდან ესე მიგვაჩნია რომ ქალი უნდა იყოს და ეხლა კაცი რო იქნება ცოტა რაღაცა სხვა იქნება რა. და არ ვიცი როგორი მისაღები იქნება. სკოლის მასწავლებლად შემოვნებით ვიმუშავებდი. ფიქრობ კიდეც მომავალში ვიმუშავებ. ბაღში ცოტა მერთულება კიდევაც შეგერთი. ცუდია. არა. რატო? არა, ცუდი არ არის ანუ თლიანობაში. ვარი გამოსულა. სამსახური ჩემი აზრით არ ტეხავს რა. გადახდით არ ტეხავს. თავარია მონდომება ქონდეს ადამიანს რომ იმუშაოს. შეიძლება ეგეც სრული გაუშვეს ვინმეს. ჩვენ ჯერ არ მოგდეთ სრული. ბავშვობა ასე ვთქვათ ძალიან კარგი მქონდა, იმიტომ რომ ძირითადად ბებიასთან ვატარებდი დროს და ბებიასთან გაზრდილი ბავშვები უფრო შედარებით ბედნიერები არიან ვიდრე მშობლები, იმიტომ რომ მშობლებთან რაღაც ჩარჩოებში გიწევს ჩაჯდომა და მასთან რომ მივდიოდი ან სოფელში ან მე მივყავდი ბევრად ბედნიერად გქნები თავს ვიდრე აქ. ოცნებით ბევრ ამაზე ოცნებობდი, პირველი კოსმონავტობაზე ოცნებობდი და მერე თეატრალურ უნივერსიტეტზე ცოტა რა წამოვიზარდე და შემდეგ უკვე რაღაცები გამიჩნდა. როკ ვარსკვლავებაზეც ოცნებობდი, უკრავდი რაღაც ჯგუფში და ბებიამ პირველი გიტარის ფული მომცა, რომ გიტარაზე შევსულიყავი. ოღონდ სამწუხაროდ სმენა არ აღმოჩნდა. კლასელებთან დიდი გასარევი ურთიერთობა არასდროს არ მქონდა, იმიტომ რომ ვთვლიდი რომ ისინი სხვა პლანეტაზე იყო, მე სხვა პლანეტაზე და ამიტომ დიდად ბავშვობის მეგობრები უფრო სხვა ასპექტში მყავს ვიდრე კლასელები. სკოლა დიდად არ მიყვარდა, იმიტომ რომ სკოლა იყო ყველაზე დიდი სტრესი, რაც ჩემ ბავშვობაში შეიძლება ბავშვი ქონოდა. არც მასწავლებლები, განსაკუთრებით ქრთამისტი მასწავლებლები. პრობლემა ძირითადად არ შემქნია, უბრალოდ არ მომწონდა, ყველა ერთნაირი იყო. ერთნაირად ფიქრობდნენ, ერთნაირად აზროვნებდნენ, აგრესიულები იყვნენ და კიდე ყველას ერთი ფიქრი და მიზანი ქონდა. არ ვთვლიდი რომ მეც ეს უნდა გავყოლოდი. თინეიჯერების ასაკში უფრო მეტი მეგობარი შემძინა, ვიდრე დავუშვათ სკოლა. იყვნენ საინტერესოები, არა ის რომ უბრალოდ დასწრებოდნენ რაღაც ილაპარაკებდნენ ამ პირადზე, ან გათხოვებაზე, ცოლის მოყვანაზე და რაღაც მიზნები ჰქონდათ ცხოვრებაში და მან აინტერესებდა ბევრი ამ თუნდაც კინო, თუნდაც მუსიკა, ხელოვნება და ასე შემდეგ. არ ვარ პირადი ურთიერთობების ტიპი. და არ შემიძლია დამოკიდებულება სხვა ადამიანზე. შეჩვევ რაღაცა მე განშორება მიჭირს. ოცნებები უფრო არის რომ ისეთ რაღაც გააკეთო რაც რო იტყვი ბოლოს რომ აზრი ქონდა შენ ცხოვრებას. მისიონერად მინდა რომ წავიდე აფრიკაში, იმიტომ რომ სულ ოცნებობდი მაგას რაღაც გარკვეულ პერიოდში. იმიტომ რომ ვისაც ეხმარებო, მასაც არ აქვს არანაირი საშუალება რომ შენ დაეხმარები, ვთვლი რომ მართლა კარგი საქმეა და რაღაც სულს განვიწმოთ ასე